მთავრობა გაზგასამართ სადგურებს კონტროლს უწესებს. შესაბამისი კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია. რა რეგულაციებს უდგენენ გაზგასამართ სადგურებს და როგორ ხვდებიან კანონპროექტს ადრესატები მთავრობის ინიციატივას. ნახეთ ელენე გოგბერაშვილის სიუჟეტში. გაზგასამართი სადგურები საქართველოში საკმაოდ მომრავლდა, თუმცა მათზე სახელმწიფო ზედამხედველობა ამ დრომდე არ ხორციელდება. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, მომავალი წლიდან გაზგასამართი სადგურები კონტროლს დაექვემდებარება. ობიექტების ზედამხედველობას ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო განახორციელებს. კანონპროექტთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. როგორც გაზგასამართი სადგურების ასოციაციაში აცხადებენ, დარგში სიტუაცია უკონტროლოდ არის მიშვებული და მისი დარეგულირება აუცილებელია. ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ რეგულირების ნუსხაში არა მხოლოდ გაზგასამართი სადგურები, არამედ გაზის ბალონების სერვის ცენტრებიც უნდა მოექცეს. ვიღაც მეტ ინვესტიციას დებს იმისათვის, რომ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი იყოს, ვიღაცა ნაკლებს და ასეთ სიტუაციაში სახელმწიფოს ერთგვაროვანი მიდგომა არ ექნა და ვიღაცამ ნაკლები დანახარჯებით მიიღო იგივე შედეგი, საქმე არ გამოვა. ის საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ დამონტაჟებას გაზის ბალონების ავტომანქანებში, არ იცავენ ამ რეგლამენტებს, ტექნიკურ სტანდარტებს, უსაფრთხოების პირობებს. ეს აზიანებს იმ ტექნიკურ მოწყობილობებს, რომლებიც გაზგასამართ სადგურებში არის განთავსებული. გაზგასამართ სადგურებზე კონტროლის დაწესებას მიესალმებიან ავტოგაზის მომხმარებლებიც. მათი თქმით, რეგულირებას გაზის ბალონების მონტაჟის ობიექტებიც უნდა დაექვემდებარონ. არა, სწორია სხვათაშორის. ამ მიმართულებით მსჯელობა სწორია. მე მიმაჩნია ნამდვილად, რომ კონტროლი უნდა მქონდეს ყველაფერს და ყოველდღე. აუცილებელია და კიდეც და გააკონტროლა. ეს კონტროლი აუცილებლად უნდა. იმიტომ რომ გითხარ რო არის გაუსუფთავებელი, მე ბალონების წდება, ეს ყოველთვის უნდა შემოწმდეს. ცოლი და მანქანის მეპატრონე თვითონ დაზღვეული იქნება. არის ხო შემთხვევები ისეთი, რომ აფეთქდა რაღაცა, იმიტომ რომ უყურადღებობის გამო ვიღაცამ 2 საათით ისწავლა, მე ამ გაჭირვების გამო გავიდა რაღაცა გახსნა და გააკეთა რა. აქედან გამომდინარე, ხო, უნდა იყოს გაზზეც კონტროლი და ხელოსნებზეც. კანონპროექტის მიხედვით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გაზგასამართ სადგურებზე ინსპექტირებას პერიოდულად განახორციელებს. სადგურების უსაფრთხოების წესების დარღვევა 200-დან 1500 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს. აღნიშნული ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. მთავრობის განკარგულებით კანონი ძალაში მიღებისთანავე შევა.